იდან ჩამოგვივიდა სასწაული ჩემი ძვირფასი ქალების ნაქარგები. აჭარლები ხორჯუმის ხეობაში მომთაბარედ ცხოვრობენ. ნახეთ რა სიფერადეები გამოგზავნეს. ეს ერთადერთი ხალხია ეხლა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, რომლებიც ცხოვრობენ მომთაბარედ. ზაფხულის სახლები აქვს და ზამთრის სახლები. უკვე საქონელი გარეკეს მთაში და უკვე მთაში არიან გადაბარგებულები. ნახე რა სილამაზე და რა ფერადოვნება გამოგზავნეს. თვითონ თავიანთ სახლებს, კედლებს რთავენ და აფერადებენ ამ ნაქარგებით, ხელით ნაქარგებით, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში შეიძლება აგარაკების სეზონი მოვიდა ეხლა, გადასაფარებლად, სუფრებად, მაგიდის გადასაფარებლად, ტრაქტებზე გადასაფარებლად, შეხედე რა სილამაზე. აგილება შეიძლება. ერთი მეორეზე უკეთესი. არც ერთი არა ერთნაირი. არც ერთნაირი ნაქარგი არ უღებია. როგორი მოჭიკჭიკებულია. ასეთი ფერადი კუთხე ჩვენ საქართველოში არ გვაქვს. ჩემი ინტერესი ამ ყველაფერთან არის ის, რომ ხორჯუმის ხეობაში უკვე მარტო მოხუცი ბებოები კი არა, უკვე ახალგაზრდებიც კარგავენ და ეს მახარებს განსაკუთრებულად. გარდენიაში, ჩვენს პატარა მაღაზიაში იყიდება მათი ნამუშევრები. ბევრია ჩამოსული, კი ხედავთ რამდენი გვაქვს 14 დიდი ჩემოდანი იყო სავსე და ყველას გვეყოფა. გამიხარდება თუ შეიძლება. ნახეთ როგორ. ნახეთ ჩვენი ხოხობი როგორია, როგორი ფერადია. კარგი ხარისხის ტილოებზია დაქარგული, ფერადი, აფერადებული ძაფები. შეხედი როგორი კოდალა. სარჩულები აქვს უკან, პიაზის სარჩული, ზევიდან ბუნებრივი საღებავით შეღებილი ტილოები. როგორი ჩიტები გაუკეთები. ეს ნახეთ თლად ტრადიციული ნამუშევარია. ამას ქვია მე და ჩემი დაი სურიე. სულ ვეკითხები. არ ვაძლევ მოსვენებას და ვეკითხები. აგი რაია? აგი ვინა? რომ მელაპარაკონ ამბები რომ მომიყვენ. ამაზე ასე მითხრეს. ერთი სული აქვს როდის მოგიშორებენ. ოღონდ თავიდან მოგიშორონ. აგი ვინაა ვეკითხები. აგი მე და ჩემი დაი სურიე. კიდე სურიე და მისი დაი. სპაფერ. აფერი უცნაური ჩიტები. სარფჩიტა. თვითონ დარწმუნებულია რომ ინდაურია. ოღონდ გამკეთებელი. თვითონ თავიანთ ინტერიერებს და თავიანთ ცხოვრებას ერთფეროვან ცხოვრებას თქვა სიმართლე ამ ფერადობებით ილამაზებენ, იფერადებენ. ეს კაი ნიჭია ადამიანის, როცა შეუძლია თავისი ცხოვრება ნემსით, ძაფით და ნაჭრით გააფერადოს. განსაყვარლები არიან, ცა. ყოველდღე ვმუშაობთ ორშაბათის გარდა 6 საათამდე ღია მაღაზია, რომელშიც შეძლებთ შერჩევას და თქვენთვის სასურველი სიდიდის, ფერის, ზომის, წონის, სიუჟეტის, ნაირ-ნაირი სიფერადეები შეგიძლიათ არჩევ. სადაც არ უნდა შეიტანოთ ინტერიერში, ყველაფერი თავის შუაზე მიყავს. თუ კედელზე გააკრავთ როგორც პანოს, თუ საწოლთან, თუ გადასაფარებლად, თუ ტახტზე, თუ მაგიდაზე, ყველაფერს ისეთ ყურადღებას იპყრობს, რომ ყველაფერი შეუძლია გადააბრუნოს. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, ჩემო გამრჯე, მარჯვეხელებიანო აჭარლებო. მიყვარხართ, იცით თქვენ ეგ ჩემი სიყვარულის ამბავი. დიდი მადლობა. ივლისში ძალიან რომ დაცხება და გახურდება აქაურობა, აყვავდება შავი პილპილი. აი ეს არის, ნახე. მაგისი მარცვლები. რუსულად რომ ვეძახით, დუშისტი პერეც, სურნელოვანი პილპილი. შავი პილპილი. ეს არის ის სცენარი. მე მიჩვენებია ამისი ნაყოფები, მაგრამ აყვავებული არასდროს არ მიჩვენებია. ნახეთ რა ლამაზად ყვავის, ლავანდასავით ყვავის. მზის მოყვარულია, სიცხის და მზის მოყვარული. უყვარს მზიანი ადგილი, ძალიან გახურებული მზიანი ადგილი. აი ყველაზე ფიცხი ადგილი, სადაც გაქვთ ეზოში, იქ უნდა დარგათ და ასე თავდაუზოგავად ყვავის, არაჩვეულებრივი სურნელია.
ძალიან მარტივად მოსავლელი და მარტივად გასამრავლებელი მცენარეა და თან სასარგებლო გექნებათ თქვენი მარცვლები. ძალიან სურნელოვანი სხვათაშორის ისეთი ცხარი არ არის როგორიც იყიდება ხოლმე ის საიდან მოაქვთ არ ვიცი მაგრამ ძალიან კარგია თუ კი გაამრავლებთ ადვილად გაამრავლებთ სამწუხაროდ ჩვენ არ ვამრავლებთ მაგრამ ისეთი დიდია ინტერესი და ისე ბევრ ადამიანს აინტერესებს რომ მე მგონი უნდა დავიწყო მისი გამრავლება შეგიძლიათ დარგად მზიან ადგილას გახურებულ ადგილას გაფიცხებულ ადგილას ხრიოკ ადგილას სადაც არის არა თიხიანი ნიადაგი აი აქ კარგად გზნობს თავს და მე ძალიან მომწონს მიხარია რომ ჩემი სტუმრები კარდენიაში მოსული სტუმრები ნახავენ და ეცოდინებათ ეს არაჩვეულებრივად საჭირო და კარგი მცენარე ჩემი ბაღის მშვენებაა და მიხარია სამწუხაროდ ნერგები არ გვაქვს არ ვამრავლებთ მხოლოდ თვალის საამები